სასჯელახსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი პროკურატურის კითხვებს 2 საათის განმავლობაში პასუხობდა. ლალი მოროშკინა საგამოძიებო უწყებამ 2013 წელს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით დაკითხა. მოროშკინას განცხადებით, სასჯელახსრულების დეპარტამენტის მაშინდელ თავმჯდომარესთან დაძაბული ურთიერთობის გამო იმ პერიოდში სამსახურში არ დადიოდა და არ აქვს ინფორმაცია, ნამდვილად მოხდა თუ არა საკნიდან მერაბიშვილის ფარულად გაყვანა. მოროშკინა ფიქრობს, რომ ეს ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის ფანტაზიის ნაწილია. შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით საქმის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სტრასბურგის სასამართლომ ქართულ მხარეს რეკომენდაციით მიმართა აღნიშნული საქმე გამოეძიებინა. ამ დრომდე უცნობია დაკითხა თუ არა საგამოძიებო უწყებამ მაშინდელი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და სასჯელახსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დიმიტრი დარბაისელი. არაკვალიფიცირულად მოიქცა დარბაისელი, რომელსაც შეეძლო უბრალოდ პრესკონფერენცია მოეწვია, ესე თქვენ ჟურნალისტები წაიყვანეთ ციხის სისტემაში, ეჩვენებინა ადგილზე თუ როგორ ხდება ჩაწერა და როგორ ხდება აბსოლუტურად ყველა მონაკვეთის გაკონტროლება კამერებით და შესაბამისად როგორ იშლება კამერები 24 საათის შემდეგ. აი იმიტომ რომ არ მოხდა ამ ყველაფრის ახსნა და იმიტომ რომ აი ეს კარგად გამოიყენა შემდეგ როგორც მანიპულატორმა ვანო მერაბიშვილმა, ცხადია რომ დღეს შეკითხვები არის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ დამტკიცდება რომ გაყვანას ადგილი არ ექნებოდა.